შტუტგარტი უბრალოდ ქალაქი არ არის. ეს არის გერმანული ავტოინდუსტრიის გული. აქ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ავტომობილი და აქ მდებარეობს ორი ყველაზე შთამბეჭდავი მუზეუმი: მერსედესის და პორშეს. ყველაფერი დაიწყო უკრაინის დედაქალაქ კიევიდან. გამარჯობა, მე ვარ ბაჩი გორდეზიანი, ეს არის კიევი, უკრაინის დედაქალაქი და სწორედ აქედან დაიწყება ჩემი პირველი YouTube ვიდეოს ჩაწერა. ხვალ ჩვენ გავემგზავრებით ევროპის გულში, გერმანიაში და არც მეტი არც ნაკლები მოვინახულებთ მერსედესის და პორშეს მუზეუმებს. მოკლედ, გამომყევით და ერთად ვიმოგზაუროთ ავტოინდუსტრიის სამყაროში. ესეც კიევის რკინიგზის სადგური, აქედან იწყება ახლა ჩემი მოგზაურობა გერმანიისკენ. მივდივართ მატარებლით პოლონეთამდე, საზღვისპირა პატარა ქალაქი ფშემისლი. გზა დაახლოებით 8-9 საათია და ბევრი დრო გვექნება ავტკბეთ ხედებით. ჩამოვედით ფშემისლში, გავივლით სასაზღვრო კონტროლს და გავემგზავრებით ავტობუსით ვარშავამდე. ჩამოვედით ვარშავაში, დღეს დავრჩებით აქ, დავათვალიერებთ ქალაქს და ხვალ უკვე გავემგზავრებით გერმანიაში. გერმანიაში მივდივართ პირველ რიგში ბერლინში და შემდეგ მივდივართ შტუტგარტში. უნდა მოვინახულოთ პორშეს და მერსედესის მუზეუმები. მოკლედ გამოვყევით. ეს ის ბერლინი. ერთი დღე გვაქვს ბერლინისთვის, ჩამოვედით და ამ დღეში უნდა მოვინახულოთ მაქსიმალურად ღირსშესანიშნაობები. ძალიან ცოტაა, მაგრამ ვეცდები რომ მაქსიმალურად მოვინახულო ამ დღეში ყველაფერი აქ. ხვალ მივდივართ უკვე შტუტგარტში და შტუტგარტში დავჩებით 4 დღე. ამ 4 დღეში მოვინახულებთ ძალიან ბევრ რამეს შტუტგარტში. მოვედით ბუნდესტაგის შენობასთან, რაიხსტაგი. უნდა ავიდეთ ზემოთ გუმბათზე და ზემოდან გამოვხედავთ ბერლინს. ესეც უზარმაზარი გუმბათი. აი ამ სპირალისებული პანდუსით ავდივართ ზემოთ. ესეც გუმბათის უმაღლესი წერტილი. აი ესეთი ლამაზია. თან ღიაა ეს და ჩვეულებრივად, ნუ აქ ზემოთ შუშა არ არის, ღიაა ეს ნაწილი და ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი ამ გუმბათის. ზოგადად ბერლინი ძალიან მომეწონა. ერთ დღეში ყველაფრის ნახვა შეუძლებელია. ერთი დღე გქონდა ბერლინისთვის და ხვალ ჩვენ მივემგზავრებით შტუტგარტში. დილემის წინაშე ვიყავი. მერსედესის მუზეუმი მომენახულებია პირველი თუ პორშე. და მოკლედ გადაწყდა მერსედესი და წავედით მერსედესის მუზეუმში. მერსედესის მუზეუმი. ეს მხოლოდ მუზეუმი არ არის, ეს მთელი ისტორია, რომელიც ავტომობილებით არის მოთხრობილი. საოცარი სანახაობა მერსედესის მუზეუმის წინ. უამრავი მანქანა.
ყველაფერი იწყება 1886 წლიდან, როდესაც კარლ ბენცმა შექმნა მსოფლიოში პირველი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი. ეს მანქანა 3 ბორბლით მოძრაობდა და 15 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. სწორედ ის მოდელი შეგვიძლია ვნახოთ მუზეუმში. მუზეუმის დათვალიერება იწყება ზემოთ მხრიდან და ისტორიის მიხედვით პირველი ავტომობილებიდან მოვდივართ ნელა-ნელა ქვემოთ. 9 სართულია სულ ეს მუზეუმი და რაც უფრო ქვემოთ ვეშვებით, მით უფრო თანამედროვე ავტომობილები გვხვდება. მოკლედ დავეშვებით ახლა კიდე ქვემოთ და ვნახავთ კიდე უფრო მაგარ მანქანებს, უფრო მაგარ ექსპონატებს, საოცარი სანახაობაა. ვეშვებით კიდე ქვემოთ. რაც უფრო ქვემოთ ჩავდივართ, მით უფრო თანამედროვე ხდება მანქანები. უდიდესი ემოცია ამ ექსპონატების ნახვა. აი, შოკში ვარ, უბრალოდ იმდენი საინტერესო ექსპონატია და იმდენად ლამაზია თითოეული ექსპონატი, რომ აი ვერ გადმოგცემთ, უბრალოდ არ ვიცი კადრი რამდენად გადმოცემს ამ ყველაფერს და ამ ემოციას, რასაც ახლა მე განვიცდი აქ. აი, უბრალოდ შოკში ვარ რა. შტაბ-ეჭდილებებით სავსე ვტოვებ ამ მუზეუმს. ძალიან მაგარი სანახაობაა და ხვალ ჩვენ წავალთ ნახავთ პორშეს მუზეუმს. მოვედით პორშეს მუზეუმში, დღე მეორე. ეხლა დავათვალიერებ დღეს პორშეს მუზეუმს და ამბობენ, რომ საოცარი მუზეუმია და ვნახოთ მერსედესის მუზეუმის შემდეგ როგორი ეფექტი ექნება პორშეს მუზეუმს. აი ესეც ჩვენი პორშე. პორშეს ისტორია იწყება ფერი პორშეთი, იმ ადამიანით, ვინც თავიდან მერსედესში მუშაობდა და შემდეგ უკვე საკუთარი ბრენდი შექმნა. მუზეუმი თითქოს მომავლის გალერეას გავს, თეთრი კედლები, სარგისებული ჭერი და რა თქმა უნდა ლეგენდარული მანქანები. ერთ-ერთი პირველი ელექტროძრავი ალბათ მანქანის 1900 წელი 50 კმ/სთ სიჩქარით შეეძლო გადაადგილება 1.8 კილოვატი იყო. ჩემ ზურს უკან არის მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული ავტომობილი. 3 მეტალია წარმოდგენილი, ესე იგი, ჩვეულებრივი რკინა, ალუმინი და ეს არის მაგნი. მოკლედ აქვე არის, ესე იგი, წონის მიხედვით, აი, შეიძლება ამოწიო და ნახო როგორ არის განსხვავება ამ სამ მეტალში. აი, რკინა გაცილებით ძიმეა, ну, შედარებით მსუბუქი ალუმინია და ყველაზე მსუბუქი, აი, ძალიან მსუბუქი არის აი ეს მეტალი. და ამ მეტალით აკეთებდნენ მოკლედ აი ამ სპორტულ ავტომობილს. ესე იგი, ამ ადამიანმა ფერი პორშემ თქვა, რომ მე ვერ ვიპოვეო იდეალური მანქანაო, რომელიც ჩემთვისო, ჩემ ესე ვთქვათ, მოთხოვნებს შეესაბამებაო და გადავწყვიტეო, რომ მე თვითონ შევქმნა ისო და აქედან დაედო საფუძველი პორშეს მანქანებს.
Porsche 911. ყველაზე ძველი 911 ამ მუზეუმში. ამ მანქანის ყველა თაობა არის აქ წარმოდგენილი კლასიკიდან სუპერ მოდელამდე. საოცარი ფერებია და საოცარი სილამაზე. 321 და 4 კმ/სთ სიჩქარე საჭიროა, რომ მანქანა, ესე ვთქვათ, მანქანამ გაიაროს ჭერზე. და ამ მანქანას აქ 360 კმ/სთ სიჩქარე და ამის სადემონსტრაციოდ აი ესე აქვთ ეს მანქანა Porsche-ს მუზეუმში ჭერზე ჩამოკიდებული. Porsche ეს არის ემოცია, სისწრაფე და სიამოვნება მათთვის, ვისაც მანქანა მხოლოდ ტრანსპორტი არ გონია. Porsche ხელოვნება. 70 წლის განმავლობაში 30000-ზე მეტი ჯილდო აქვს Porsche-ს სხვადასხვა შეჯიბრებებში მიღებული და აი აქ არის ჯილდოების ნაწილი. აი ფინიში უახლოვდება ეხა ჩვენი მოგზაურობა Porsche-ს სამყაროში. აი ეს არის ბოლო ექსპონატები, რასაც ეხა ჩვენ ვნახავთ და ნუ შემდეგ უკვე ჩავალთ ქვემოთ და დასრულდება ამით ესეთი მოგზაურობა ამ სამყაროში. და თუ ეს კონტენტი თქვენთვის მოსაწონი იქნება, ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით საინტერესო ავტომუზეუმების მონახულებას. წარმატებები ყველას, დიდი მადლობა. ოდესმე თუ შტუტგარტში მოხვდებით, ეს მუზეუმები აუცილებლად უნდა მოინახულოთ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ავტომობილები არ არის, ეს არის კულტურა. ორივე მუზეუმი ნამდვილად შეგძრავს Mercedes-ი მოგცემს სტაბილურობისა და ტექნოლოგიების განცდას, Porsche კი აგიჩქარებს გულს და გაგახსენებს თუ რატო გიყვარს ავტომობილები. გამოიწერეთ ჩემი არხი და ბევრ საინტერესო მუზეუმებს დავათვალიერებთ ერთად.